სალამი მეგობრებო. ჩემი ყველაზე საყვარელი და ძალიან საინტერესო საქმიანობა და ქმედება უпростоრად გასართობი არის, როდესაც ადამიანებს ვაკვირდები რა, ყოველგვარი შეფასების, შედარების, კონტროლის გარეშე უბრალოდ ვაკვირდები და ერთ-ერთი ყველაზე ესეთი საყვარელი აქტივობა არის, რომ აი გარედან, ქუჩიდან თუ ჩანს ვიღაცის სახლი, აი ამ სახლს ავაკვირდე რა. ის ადამიანი როგორ მოძრაობს, რას ფიქრობს საერთოდ როგორ ცხოვრობს, აი როგორ არის ადამიანი საერთოდ მოწყობილი რა, ვიგვიჟდები, როდესაც მაქვს საშუალება შემიძლია დღეების განმავლობაში უბრალოდ აი ვიყო და ადამიანებს დავაკვირდე რა. და ეს ძალიან დიდ ინტერესს და დაფიქრებას აღძრავს ჩემში და განსაკუთრებით თუ აი სახლის სივრცეში ვიყურები რა. და არასდროს მიფიქრია იმაზე, რომ სხვების დაკვირვება რომ მიყვარს ესე ძალიან და სხვების სახლში ყურება ჩემში რა ინტერესსაც აღძრავს. არასდროს მიფიქრია იგივე თვალით თუ შემიძლია საკუთარ სახლს დავაკვირდე რა. ჩვენ ძალიან მიჩვეულები ვართ, რომ გვაქვს სახლი, ჭერი გვახურავს თავზე, თბილი ოთახი გვაქვს, საწოლი გვაქვს, სამზარეულოში ვიღაცა რაღაცას აკეთებს. აი ეს კომფორტი, მინიმალური კომფორტი რაც გვაქვს, ძალიან ბუნებრივი გონია რა და ეს თითქოს ეს ისედაც თავისთავად ნაგულისხმები, ეს აღარც აღინიშნება მადლიერებაში რა. ეს თავისთავად მოცემულობაა, რომ სახლი მაქვს, საკვები მაქვს, წყალი მაქვს, სითბო მაქვს, არ მაწვიმს, ქარში არ ვარ. ეს ბუნებრივი მოცემულობა მგონია. ხო და აი ერთ ძალიან საინტერესო პრაქტიკას გაგიზიარებ და მთელი დაკვირვება, ემოციები და შეგრძნებები და აღქმები შენთვის მომინდია რა. უბრალოდ წადი სადმე შორს წერტილში, საიდანაც შორიდან გამოხედავ შენ სახლს და დაინახავ. და ცოტა ხანი იყავი, მან ჩამოჯექი, დაისვენე, დააკვირდი. თუ კორპუსში ცხოვრობ, შენს მოპირდაპირე კორპუსი სახურავზე ადი, ან თუ ახლობელი ყავს იმ კორპუსში თხოვე, რომ ცოტა ხანი აივანი დაგითმოს და შორიდან გამოხედე შენ სახლს რა. თუ კერძო სახლში ცხოვრობ, სადმე მთაზე ადი, მთიდან გადმოხედე, ხეზე ადი, გადმოხედე. არ ვიცი, თუ სანაპიროზე ცხოვრობ, მაგალითად ჩემ შემთხვევაში სანაპიროზე ვცხოვრობ და მეორე სანაპირო არის წინ რა, ანუ შუაში მდინარეა და იქით სანაპირო არის და ეხლა ამ სანაპიროზე ვარ გადმოსული და აქედან ვაკვირდები ამ სახლს რა. დააკვირდი. როგორც სხვა სახლს დააკვირდებოდი, სხვა მაცხოვრებელ ადამიანს დააკვირდებოდი, შეხედე შენ სახლს და დააკვირდი. შეგნით რა ხდება, რა მოცემულობა, როგორ ცხოვრობენ ადამიანები. ყველანი ერთად ვართ ამ ყველაფერში და ჩვენი თავის კონცენტრაციის გამო რაღაც ელემენტარული მადლიერება აღარ გაგვაჩნია რა. დააკვირდი შენს თავს შორიდან, შენ სახლს დააკვირდი შორიდან. იქ როგორ მოხვდი საერთოდ? რა მინიმალური პირობები გაქვს, რომელსაც ხას აღარც უსმავ. იმის მიმართ აღნიშვნაც აღარ შეგიძლია, მადლიერება არ შეგიძლია. შენი მშობლების მიმართ, შენი დედმამიშვილების მიმართ. შორიდან გამოხედე ამ ყველაფერს და უცხო თვალით შეფასების გარეშე, შედარების გარეშე. უბრალოდ ჩამოჯექი, დაისვენე და დააკვირდი. წარმატებები.